Აი ასეთია მნიშვნელოვანი ახალი ამბები ამ დროისთვის და სწორედ დღის მთავარ თემებზე საუბარს ვიწყებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორია, ჩვენი პირველი სტუმარი, მივესალმები მას. ნინო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ნინო, უნდა დამეწყო 31 აგვისტოს ვადის ამოწურვით, მაგრამ დღეს დილით ვნახეთ ყველამ ერთად მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი ტრამპისადმი გაგზავნილი. რას ფიქრობთ ამ წერილთან დაკავშირებით? რას ნიშნავს ეს თქვენთვის ისევ Deep State-ის ხსენება და არ ვიცი, ხომ არ მოერია ტრამპსაც Deep State-მა ხო არ დაამარცხა ამერიკის პრეზიდენტი? მოგესალმებით თამარ, ნახე ეს წერილი და ეს წერილი ჩემთვის არსებითად არაფერს ცვლის, ამბობს მხოლოდ იმას, რასაც აქამდეც ვამბობდით. ეს წერილები არ იწერება დონალდ ტრამპის გასაგონად, ეს წერილი არ იწერება პარტნიორებთან სასაუბროთ. ეს წერილი არის შიდა მოხმარების წერილი, პირველი იმიტომ, რომ ამ წერილის ავტორი არაფერს არ წარმოადგენს დამოუკიდებლად, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არც ფორმალური საპირწონე არ არის და არც მით უმეტეს ფაქტობრივი, ის არ არის ადამიანი, რომელიც დონალდ ტრამპს შეიძლება წერდეს, მათ შორის დიპლომატიურადაც, სულ რომ ლეგიტიმაცია ქონდეს და სულ რომ აღიარებული პირი იყოს, ის არაფერს არ წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით და ფაქტობრივად ხომ საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს ყაველაშვილი არც ქვეყნის შიგნით და არც მით უმეტეს ქვეყნის გარეთ. ამიტომ სრულიად ლოგიკურია და ბუნებრივია, რომ მისი ღია წერილი ადრესატამდე არ მივა და შესაბამისად არ არის ადრესატზე გათვლილი. უფრო მეტიც, დიპლომატიურ ურთიერთობებში ღია წერილებს არ წერენ ერთმანეთს. ღია წერილებს წერენ იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაცია არ არის პირებს შორის, ან სახელმწიფოებს შორის, ან ქვეყნებს შორის. საბჭოთა კავშირი ხო არ არის, რომ აფრინო რაღაცა და ღია წერილებით ესაუბროთ. ხო, ნინო, ჩვენ რამდენიმე თვის წინ საუბრობდით იმაზეც, ირაკლი კობახიძემ როცა მიწერა დონალდ ტრამპსაც მსგავსი შინაარსის წერილი. ხედავთ საერთოს, ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ერთი ავტორი ყავს აი ამ ორივე წერილს და ეს ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ არ ვიცი, ახლა დღეს ამბობდნენ კიდევაც ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომ აი შეიძლება კითხ რო უთხრა მიხეილ ყაველაშვილს, რომ ეს წერილი წაგვიკითხოს დიდი ბოდიში, მე შეიძლება ვერ ჩააბაროს საზოგადოება. კი, რასაკვირველია ამაში ეჭვი არ გვეპარება. შესაძლოა წერილებს და გამოსვლებს პრეზიდენტი თავისით არ წერდეს და ამისთვის გუნდი ყავდეს, მაგრამ ყაველაშვილის შემთხვევაში ამაშიც ეჭვი მეპარება, რა ვიცი, საიტი არა აქვს, რომელიც ფუნქციონირებს წელიწადზე მეტია, ამიტომ სავარაუდოდ იქ არც გუნდი არ არსებობს, რომელიც რამეს წერს ან რამე წერილზე არის. მაგრამ გუნდი როგორ უწერს სიტყვებს ეს ფერისცვალების დასასწავლად. კი ბატონო. ამიტომ აქ შეგვიძლია თვითონ ეს ფიგურანტი, ვისი ფოტოც დაედო მოკლედ ამ წერილს, შეგვიძლია მთლიანად გამოვთიშოთ სურათიდან. და სარწმუნოდ მივიჩნიოთ ის, რომ ეს არის მათი ქართულ ხალხთან კომუნიკაციის გზა თუ საშუალება. რასაკვირველია ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მე იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი წერს თავად ამ წერილებს. ეს არის მოსკოვიდან ნაკარნახევი წერილები, რომელიც შეიძლება აქ გარკვეულწილად იცვლება ენობრივად, მაგრამ არა შინაარსობრივად და ეს არის ზუსტად ის ხაზი, რომელსაც პუტინი ყველა თავის ავტორიტარულ სატელიტში ატარებს და რომელიც არის აბსოლუტურად გამტარი ხაზი, თქვენ ნახავდით ალბათ ამაზეც ვისაუბრებთ ჩინეთში გამოსვლებს, აბსოლუტურად იდენტურია დასავლეთის მიმართ რიტორიკა ყველა ავტორიტარული სახელმწიფოსი და შესაბამისი გზავნილები მიდის მათ სატელიტ ქვეყნებში, შესაბამისად ივანიშვილთანაც ზუსტად ეს გზავნილები ჩამოდის. იქ ისევ არის საუბარი ისეთ საკითხებზე, რომლისთვისაც ისინი თავის სამოქმედო გეგმისთვის ნიადაგს ამზადებენ, მაგალითად რო ისევ ნედი, ისევ რაღაც იდი, რაღაც ბოროტი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არეულობებს გეგმავენ დასავლეთის ჩარევით, აბსოლუტურად იდენტური ჩინეთში მსგავს ზუსტად იგივე განცხადებები გაკეთდა, არ ვიცი, იმედის მაყურებელი ალბათ არ აქვს ფუფუნება, რომ პარალელური სიმართლეები ერთმანეთს დაადაროს, მაგრამ რეალობა არის ასეთი, ყველგან აბსოლუტურად ერთი და იგივე ანტიდასავლური რიტორიკა მიმდინარეობს. ახლა რატომ მიმდინარეობს ჩვენთან განსაკუთრებით მწვავედ? იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ აღმოჩნდა ის მხარდაჭერა, რომელსაც მოელოდნენ. მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ერთიან აუზში აღმოჩნდებოდნენ და მათ საერთო სასაუბრო ექნებოდათ აი ამ კოლექტივ
დემოკრატიული დასავლეთის მიმართ, რომელიც ნინო თუ ესეც პროპაგანდის ნაწილი იყო თქვენი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ წინა საარჩევნო კამპანია და მოლოდინები მთლიანად ააგეს ამაზე, რომ ის ბაიდენის ადმინისტრაცია იყო, როგორც ახლაც წერს ამ წერილში, ბოროტი და საზიზღარი და რომელმაც უსამართლოდ დასაჯა საქართველოს ხელისუფლება და აი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი დაალაგდებოდა. ახლაც ეს პროპაგანდა არის, ანუ საკუთარ ხალხზე გათვლილი. პროპაგანდის ნაწილი იყო რასაკვირველია, მაგრამ შედეგზე გათვლილი, იმიტომ რომ ჩემი ღმერთმენით მათ რეალურად ეგონათ, რომ რუსების გავლით ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები მათ სასიკეთოდ დაალაგდებოდა ბჭყალებში. მე ვფიქრობ, რომ ამის მოლოდინი მათ ობიექტურად ჰქონდათ. ამას მოწმობს ის რაღაც ერთგვარი პაუზა, მე თითქოს მცდელობა კომუნიკაციის აღდგენის და ასევე არამხოლოდ საჯაროდ, არამედ კულუარულად გაკეთებული განცხადებები და ინფორმაცია, რომელსაც ისინი თავის ბიზნეს ელიტებს აწვდიდნენ, რომ ჩვენ ახლა ცოტა ხანი მოთმინება გვმართებს, იმიტომ რომ ტრამპი ადრე თუ გვიან ჩვენ მხარეს აღმოჩნდება. ახლა გამოხდა ხანი და ეს ასე არ აღმოჩნდა. არ აღმოჩნდა იმიტომ რომ პირველ რიგში დონალდ ტრამპი განყენებული ფიგურა არ არის და მეორეც იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა განსხვავებული პრიორიტეტები ქონდეს პოლიტიკურ გუნდებს შიდა პოლიტიკის თუ საიმიგრაციო პოლიტიკის თუნდაც საგარეო ვექტორების მიმართ, მაგრამ საქართველოს და კავკასიის რეგიონთან მიმართებით და კასპიის ზღვის რეგიონთან მიმართებით მათი ინტერესები არ შეცვლილა და არ გადახედილა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ეს არამხოლოდ გულუბრყვილო მოლოდინი იყო, არამედ იმას მიანიშნებს, რომ საერთოდ არ ქონდათ შესწავლილი წინასწარ ამერიკის პოლიტიკა რეგიონთან მიმართებით. ეს პოლიტიკა არ შეიცვლებოდა ტრამპის მოსვლით, იმიტომ რომ ტრამპს ზუსტად ისეთივე დაინტერესება აქვს რეგიონში, როგორც ეს ქონდა წინამორბედ ადმინისტრაციას და ყველა წინამორბედ ადმინისტრაციებს მას შემდეგ რაც ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და ამას ვხედავთ ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე. ამ პროცესებიდან ივანიშვილი მათ შეგნებულად გამოთიშეს. ეს არის მოცემულობა. და ამაზეც გამოთქვამს სინანულს თქვენ კითხვაზე რასაკვირველია ესეც არის პროპაგანდის ნაწილი, რომ მოსახლეობას ახლა ეუბნებიან, რომ ტრამპი არის ცუდი, ტრამპი არის მსხვერპლი რაღაცა დიპსტეიტური გავლენების, თორე სინამდვილეში ჩვენ სწორ პოლიტიკას ვადგავართ. კი ბატონო ნინო, როგორ ფიქრობთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის აი ამ პროპაგანდამ თუ მოლოდინებმა საბოლოოდ განიცადა კრახი, ირაკლი კობახიძის ღია წერილი, შემდეგ ახლა უკვე ყაველაშვილის ღია წერილი, აი ამ შინაარსის კომუნიკაციის ეს ფორმა და შინაარსი ზოგადად სტრატეგიულ პარტნიორთან რას ნიშნავს? შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მათ უკვე აღარ აქვთ ამოწურეს რესურსი იმისა, რომ რაღაცნაირად გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა. კი, არ ვიცი რამდენი თვე გადის, 9 თვე გადის მგონი, რომ შემდეგ რაც ინაუგურაცია შედგა და ადმინისტრაციის ძალიან მყარი პოლიტიკა გამოიკვეთა ყველა რეგიონული მოთამაშის მიმართ, ყველა ლიდერთან კომუნიკაცია შედგა, ყველგან რაღაც ტიპის სტრატეგიული ჩარჩო ურთიერთობის განისაზღვრა, საქართველოსთან მიმართებითაც ეს ჩარჩო განისაზღვრა უბრალოდ არა ივანიშვილთან ერთად და არა მისი თანამონაწილეობით და არა ამ გუნდის ინტერესების გათვალისწინებით. ამიტომ დღეის მდგომარეობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დიალოგის რესურსი აბსოლუტურად ამოწურულია, მათ შორის კომუნიკაცია ვერ შედგება, გარდა თუ ის წინაპირობები არ დაკმაყოფილდება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონული მოთამაშეებისგან ითხოვს და პირველ რიგში ივანიშვილისგან ითხოვს. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ რაც არ უნდა მოლოდინები ქონოდა ივანიშვილს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის განსხვავებული ურთიერთობები ჩამოყალიბდებოდა, ეს საქართველოზე მაინც არ აისახა. ანუ გულისხმობ იმას, რომ იქ როგორც არ უნდა მოგვეჩვენოს, რომ დათვა თუ რაღაც სხვა ტიპის ურთიერთობები მიმდინარეობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ გავლენებს საქართველოში აიტანს, იმიტომ რომ ისინი რუსეთს კვლავინდებურად განიხილავენ დასავლეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედ რაღაც გეოპოლიტიკურ გამოწვევად, რომელსაც ისინი აქტიურად ებრძვიან. შესაბამისად, მათი მტერია ყველა, ვინც რუსულ გავლენებს აძლიერებს საქართველოში. მათი მტერია ყველა, ვინც ამერიკული სანქციების განეიტრალებაზე მუშაობს საქართველოში. მათი მტერია ყველა, ვინც რეგიონში განსხვავებული პოლიტიკის წარმოებას ფიქრობს. პუტინისა და რუსეთისა და ჩინეთის სასარგებლოდ დასავლეთის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან შავთეთრი სურათი, რომელიც აბსოლუტურად
გადასარევად ესმის ყველას ვაშინგტონში, მათ შორის განსხვავებულ გუნდებში, მათ შორის იმათ შორის, ვინც განსხვავებულ პოლიტიკურ გუნდებს მიეკუთვნება შიდა ბაზარზე. დიახ, ნინო და ზუსტად აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, აი მეორე მხრიდანაც რო შევხედოთ, ხო, საქართველოს მოქალაქეების თვალით მუდმივად, როდესაც ქართული ოცნება ამ თავის ცნობილ პროპაგანდაზე აპელირებდა, იყო მოლოდინი, რომ ამის საბოლოო კულმინაცია, საბოლოო წერტილი ამ ურთიერთობებში უნდა ყოფილიყო მეგობარი აქტის საბოლოო დამტკიცება. ხო, ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის რაუფოლს ქონდა, რომ თითქოს ქართული ოცნება ძალიან ცდილობს, რომ რაღაცნაირად შეაჩეროს ამ აქტის მიღება კონკრეტული სენატორების დახმარებით. რა პერსპექტივა აქვს ამას და ზოგად კონტექსტშიც რომ განვიხილოთ, ნინო, აი წერილი ტრამპის მიმართ, აი ეს გააქტიურება, რომ მეგობარი აქტი არ მიიღონ შეერთებულ შტატებში და ამოწურული ვადა ევროკავშირიდან. ეს ფიქრობთ, რომ ბმაში არის ერთმანეთთან, თუნდაც ვადების თვალსაზრისით, რომ სწორედ დღეს გამოქვეყნდა ეს წერილი? სავარაუდოდ არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ახლა რაღაც სტრატეგიული ჩარჩოყალიბდება საქართველოსთან ურთიერთობით მინიმუმ იმ პერიოდის იმ ვადით, რა ვადითაც დასავლეთი მოიაზრებს, რომ ივანიშვილი საქართველოში ჯერ კიდევ შეიძლება შენარჩუნდეს და შესაბამისად შეინარჩუნოს რუსული გავლენები. ამიტომ ორივე მხრიდან ერთგვარი ხაზი ევლება. საქართველო ამ ფორმით ფორმალიზებულად ექცევა იზოლაციაში, გულისხმობ იზოლაციაში დასავლეთის მხრიდან, ანუ მასთან დიალოგის ის ფორმა, როგორიც აქამდე არსებობდა, ამიერიდან აღარ იარსებებს. ამერიკის შეერთებული შტატები ისევე როგორც ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის სხვა ჩარჩოს შეიმუშავებს რეგიონულ კონტექსტში და ორმხრივ ურთიერთობების კონტექსტში. მას ექნება საქართველოს მიმართ განსხვავებული პოლიტიკა, რომელიც აღარ მოიაზრებს ასოცირების პროცესს, რომელიც აღარ მოიაზრებს გაფართოების პროცესს, რომელიც აღარ მოიაზრებს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესს, უსაფრთხოების თანამშრომლობის კონტექსტს, არამედ მათი პოლიტიკა შემუშავდება რეგიონთან მიმართებით საქართველოს გამოთიშვით. ეს არის ახლა რაც ვაშინგტონში და ბრუსელში და ევროპის დედაქალაქებში მიმდინარეობს, მათ შორის ლონდონში, როდესაც რეგიონალურ პოლიტიკას ისინი ახლა აყალიბებენ ისე, რომ საქართველოს პრაქტიკულად რუკაზე ხელს აფარებენ და ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, ანუ დასავლური უსაფრთხოების კონტექსტის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს აი ამ გეოგრაფიული წერტილის დროებითი გამოთიშვით, იმიტომ რომ ახლა ჩვენი სასაუბრო არავინ გვყავს, ჩვენ არ გვყავს იქ საყრდენი, ჩვენ არ გვყავს იქ მომლაპარაკებელი, არამედ პირიქით გვყავს ვიღაცა, ვინც ჩვენს ინტერესებს აქტიურად ეწინააღმდეგება. ამიტომ ეს ერთეული უნდა გამოითიშოს, ჩვენ უნდა გადავჯგუფდეთ და ახლა პოლიტიკა ვაწარმოოთ სწორედ დარჩენილ რაც ზუსტად ის არის, რასაც აკეთებენ ისინი, აძლიერებენ უკრაინის ფრონტს, ისინი აძლიერებენ კავკასიაში დიალოგს სომხეთსა და აზერბაიჯანში, აძლიერებენ დიალოგს თურქეთთან და ამით ქმნიან დე ფაქტო მდგომარეობას, რომელსაც საქართველოს მოუწევს, რომ მოერგოს და არა თავისი როლი ითამაშოს. ამ დღის წესრიგიდან გამოთიშული საქართველო, რა ტიპის ქვეყანაა, ნინო? აი რა შეგვიძლია უთხრათ ადამიანებს, რა ქვეყანაში ვიცხოვრებთ მაშინ? ამ ურთიერთობებთან ჩვენ დასავლეთთან თანამშრომლობა პირველ რიგში გვჭირდებოდა ჩვენი სუვერენული ძალაუფლების გამტკიცებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ ვართ გეოპოლიტიკურად მოწყვლად გარემოში, ჩვენ არა ვართ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, ჩვენი სიმდიდრე არის ჩვენი ევროპულობა და დემოკრატიულობა, რომელიც გამოგვარჩევდა რეგიონში, იმიტომ რომ ბუნებრივად და ისტორიულად ჩვენ ამ თვალსაზრისით ოდნავ განსხვავებულები ვიყავით და ჩვენი სიძლიერე იქნებოდა ის, რომ ჩვენ თუ ვიქნებოდით დემოკრატიული, მაშინ ძლიერი მოკავშირე გვეყოლებოდა დასავლეთის სახით, რომელიც ჩვენ გარე საფრთხეებისგან დაგვიცავდა, რომელიც პირველ რიგში მოედინება ჩრდილოეთისგან, მაგრამ მაღალი ალბათობით არ ამხოლოდ, ხო? მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი დამოუკიდებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისად უსაფრთხო ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა დამოუკიდებლად არ გვქონდა. ეხლა ამას ჩვენ თუ ამ კონტექსტს ამოვიღებთ, რომ საქართველოს დასავლეთი ზურგს აღარ უმაგრებს, მაშინ საქართველო რჩება აი ეს ძალიან მოწყვლადი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც პრაქტიკულად დამცველი არ ყავს გარე საფრთხე
წევრებისგან და შესაბამისად ის ავტომატურად მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ, ანუ ძლიერი მოთამაშის ქვეშ, რომელიც ყველაზე ახლოა ჩვენს სამეზობლოში და რომელსაც ყველაზე ძლიერი ინტერესია რეგიონის შიდა პროცესებზე. რაც აუცილებლად აისახება შიდა პროცესებზე, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ველოსიპედს არ ვიგონებთ. საქართველოს გამოუვლია ეს პერიოდები, საქართველო ყოფილა რუსეთის ბატონობის ქვეშაც, საქართველო ყოფილა რუსეთის ნახევრად მმართველობის ქვეშაც, როდესაც მას არ აქვს სუვერენიტეტი, მაგრამ პოზიციონირებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ედუარდ შევარდნაძის პირობებში. ანუ ეს იყო ტერიტორიული ერთეული, რომელსაც ფურცელზე ჰქონდა სუვერენიტეტი და სუვერენული უფლებამოსილებები, მაგრამ დე ფაქტო იყო შეზღუდული და ექვემდებარებოდა კრემლის მითითებებს, იმიტომ რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიები. კი ბატონო, ანუ სტრატეგიული საკითხები წყდებოდა სწორედ მოსკოვში და შესაბამისად საქართველოს გამტარი იყო ამის. ეს რასაკვირველია შიდა პოლიტიკურად, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, რასაკვირველია აისახებოდა საზღვრების არამდგრადობაზე, ნარკოტრაფიკინგზე, დერეფნის უსაფრთხოებაზე, ქვეყნიდან ხალხის გადინებაზე, მუშახელის შემცირებაზე, კრიმინალის გაზრდაზე და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ის, რაც უკავშირდება ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მყოფი სატელიტის არსებობას. ახლა ასეთი მარტო საქართველოს კი არ არის, რუსეთს ასეთი ძალიან ბევრი ყავს მსოფლიოში და ყველგან სადაც გადავხედავთ, რომელიც არიან რუსეთის სატელიტები, არიან ან ომში, ან არეულობა, ან კრიმინალია, ან კორუფცია, ანუ ის ქვეყნები რუსეთს მიტოვებული ყავს, რუსეთს არ აქვს ინტერესი რომ ისინი არჩინოს, ბული ხარჯოს, ინვესტიციები ჩადოს და განავითაროს იხილი აფხაზეთი, ხო? იქ არაფერი არ ხდება, უბრალოდ მიგდებულია და 90-იანების საქართველოს რაღაცა ნაირსახეობას წარმოადგენს, ხო? ზუსტად აი ამ ტენდენციას ინარჩუნებს, იმიტომ რომ რაც უფრო ქაოტურია, უპატრონოა და უსახსროა ქვეყანა, მით უფრო მარტივი სამართავია ის და რაც უფრო ნაკლებია ამ ქვეყანაში ინტელექტუალური კაპიტალი, მით უფრო ადვილია манипуლირება დარჩენილ მასებს. ეს არის რუსული სტრატეგიული მიდგომა საქართველოსთან მიმართებით. ამ მოცემულობაში ჩვენ ამ საფრთხის წინაშე ვდგებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რეგიონული პოლიტიკა ეხლა დასავლეთში არა მხოლოდ დასავლეთში, აღმოსავლეთშიც მუშავდება საქართველოს გარეშე. აღმოსავლეთს ვახსენებ, იმიტომ რომ საქართველოსთან ინტერესები ახლა ლაგდება ჩინეთს, ვაშინგტონსა და რუსეთს შორის და აღარ საქართველოს შორის. ანუ საქართველო ამ პროცესებში არ მონაწილეობს. საქართველო თავის ბედს აღარ განსაზღვრავს ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საქართველოს მართავს პირობითად ყაველაშვილი და კობახიძე, რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ, ისინი დიპლომატიურ ქაღალდზეც კი არაფერს წარმოადგენენ იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ახლა რეგიონულ პოლიტიკას აყალიბებენ. სამწუხარო სურათია, ვიცი, რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი, ეს არის მოცემულობა, რომელიც ივანიშვილმა აქ შექმნა, ეს არ შექმნა 2 და 3 წელიწადში, ეს შექმნა ძალიან თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად რუსული დაკვეთით 2012 წლიდან, ძალიან მყარი ნიადაგი მომზადდა ამისთვის, ამიტომ არის რომ აი ამ დემოკრატიულ მოძრაობას და დემოკრატიულ ძალებს ძალიან გვიჭირს ამასთან გამკლავება, იმიტომ რომ აი უნდა იცოდეს ალბათ ჩვენმა მაყურებელმაც რა არის ამ ყოლაფრის ალტერნატივა, ხო? აი მართლა სად აღმოჩნდებით და ის რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან არ არის მხოლოდ ვიზის გარეშე მოგზაურობა, მე მგონი ხო ამ ადამიანებს დიდ ნაწილს ესმის, მაგრამ ყველამ შეიძლება ვერ გაითავისოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც შენ ეს ნიშნავს რომ ევროპისკენ აღარ მიდიხარ, ამიტომ ევროპაშიც უბრალოდ ვეღარ მიდიხარ. და ევროპაც არ მოდის საქართველოში. კი ბატონო, და არც ის არ მოდის და აი კანონმდებლობიდან დაწყებული, შრომითი კანონებიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერი დასრულებული, ეს იყო იმიტომ დაემსგავსა რაღაცას, რომ ჩვენ აი ამ ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრაში უნდა მოვსულიყავი და ეს ვალდებულება ქონდა ამ ქვეყანას, რომ დემოკრატიული და ღირსეული სახელმწიფო გამხდარიყო და არა გურამ აჭარაშვილის გათხოვება ნამდვილად არ ყოფილა, ხო? ამ ყოლაფრის მთავარი მიზანი. ალტერნატივა რა არის ამ ყოლაფრის, ნინო? როდესაც ამბობენ იგივე ქართული ოცნების პროპაგანდისტები, რომ აი რა მოხდა მერე ხა ევროპაში თუ არ ვიმოგზაურეთ და თუ არ უნდა ევროპას კარგად იყვნენ და ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, რომ ყოლაფერს გავაკეთებთ და თუნდაც იგივე ჩინეთთან გავაღრმავებთ ეკონომიკურ ურთიერთობას და ბანკის პროცენტები დაიწევს თუ ეკონომიკური წინსვლა იქნება ამ ქვეყანაში. ამასაც ახერხებენ? აი ამას ამ მიმართულებით მაინც ახერხებენ, იმიტომ რომ აგერ ჩინეთში მაგალითად საერთოდ არ მიიწვიეს, ხო? მე არ ვიცი რამდენად ამას ვინმეს აჯერებენ, ამის გაზომვის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ რასაკვირველია, აბსოლუტურად კნარი ტყუილია, რომ აქ დასავლეთის გარეშე რომელიმე დიდ მოთამაშეს რამე ინტერესი აქვს. ჩვენ ჩინეთისთვის ინტერესის მატარებელი ვიყავით მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ ჩვენ მივდიოდით ევროპაში, ან ჩინეთისთვის ეს იყო ავტომატური გზა და პირდაპირი გეოგრაფიული ბმა ევროპაზე. ჩვენ თუ ამ თამაშიდან ვარდებით, ჩვენ თუ ევროპასთან აღარა გვაქვს გამარტივებული ურთიერთობები, ჩვენ თუ ევროპასთან აღარა გვაქვს ასოცირების პროცესი, მაშინ ჩინეთისთვის 3 მილიონიანი ქვეყანა არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. აბსოლუტურად ეს არის მისი რომელიღაცა პროვინციის ერთი სოფლის ზომა. ანუ აბსოლუტურად არანაირ ეკონომიკური ინტერესი და ჩინეთს სხვა ინტერესები საერთოდ არ აქვს გეოპოლიტიკური, ხო? ანუ მით უმეტეს რეგიონში მას აქვს ინტერესი თავისი ეკონომიკური პრიზმიდან დანახული და ამ თვალსაზრისით საქართველოს საერთოდ არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ისეთი მოთამაშისთვის, როგორიც არის ჩინეთი. ამიტომ არავითარი პროცენტები არ დაიწევს, არავითარი ჩინური ინვესტიციები აქ არ განხორციელდება. ინვესტიციები განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გადის ევროპულ ბაზრებზე, თუ აქედან ჩინურ პროდუქციას აქვს გასავალი შესაბამისი. მაგრამ წინააღმდეგში საზღვრები თუ ჩაკეტილია, იმას არანაირ ინტერესი არ აქვს საქართველოს განვითარების. აი ჩინეთი თუ რამე არ არის, ალტრუისტები არ არიან, მათ თავის მოსახლეობას არ აღელვებთ და მით უმეტეს არ აღელვებთ სადღაც შორეულ საქართველოში 3 მილიონი ადამიანის ბედი. ეს მოცემულობა აბსოლუტურად გამორიცხულია. საქართველოს საერთოდ არ ექნება დამოუკიდებელი ეკონომიკის წარმოების შესაძლებლობა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი ობიექტური გასაღების ბაზარი იყო ამ თვალსაზრისით ევროპა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს საქართველოს განვითარების ინტერესი არ გააჩნია, სხვას მით უმეტეს არ გააჩნია, თურქეთს თავის სადარდებელი ყავს ახლა და თავის ქვეყანა და თავისი რეგიონი აქვს გასავითარებელი ახლა ახალი სტრატეგიული მოკავშირე ყავს მიბმული და მით უმეტეს რომ უსაფრთხოების კონცეფციაზე გაცილებით დიდი რესურსი არის გადასროლილი. ამიტომ აბსოლუტური ტყუილია რომ საქართველოს დასავლეთის მიღმა ალტერნატივა არსებობს. ალტერნატივა არსებობს იდეალურ სამყაროში. თუ რუსეთი არის განვითარებული, თუ ის იცავს სხვა ქვეყნის უფლებებს, თუ ის თავის სამეზობლო საზღვრებს აღიარებს და მაშინ კი რასაკვირველია ის თუ არის დემოკრატიული და განვითარებული, მაშინ იდეალურია რომ ასეთ ახლო მეზობელთან გადასარევად დაამყარებდი ურთიერთობას. იმ პირობებში, რა პირობებშიც რუსეთი დღეს არსებობს და იმ პოლიტიკის პირობებში, რომელიც მას გაცხადებული აქვს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, არანაირი პერსპექტივა საქართველოს დასავლეთის გარეშე განვითარების არ გააჩნია. კი ბატონო, აი ახლა ვკითხულობდი ზუსტად ინფორმაციას, რომ ერთი წამით აი ახლა ევროსკოპმა გაავრცელა ეს ინფორმაცია და მინდა რომ მაყურებელს გავაცნო ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავთან დაკავშირებით. ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი იძულებული გახდა ბულგარეთში ქაღალდის რუკების გამოყენებით დამჯდარიყო, რადგან რუსებმა ლაინერის სანავიგაციო სისტემა ჩაახშეს. ხო, ეს აი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა სინამდვილეში, ვინ არის რუსეთი, რა არის რუსეთი და ევროკავშირის ლიდერებისგანაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ კი პუტინი არის მტაცებელი, ის არასოდეს იტყვის უარს ადამიანების მკვლელობაზე და ომზე მათ შორის უკრაინაში. და აი ამ კონტექსტშიც მინდა ნინო თქვენი მოსაზრება მოვისმინო, როდესაც აი უკრაინისთვის და მოლდოვასთვის არის ეს შესაძლებლობები ევროპული უსაფრთხოება, როდესაც ტრამპიც აი ასე უშუალოდ არის ჩართული ამ ომის დასრულებაში და ის ამბობს, რომ დაასრულებს ამ ომს და იარაღის მიწოდებაზეც დაიწყო უკვე, ხო, გაიხსნა გზა უკრაინისთვის უკვე თავდასხმის იარაღი მათთვის. აი ამ ვითარებაში სად უნდა ვიყოთ დღეს ჩვენ და სად ვართ რეალურად, რას მოგვიტანს ეს ყველაფერი და საერთოდ რა დრო გვრჩება იმისთვის, რომ კიდევ გადარჩეს ეს ქვეყანა? ხო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე და იმ მოცემულობებიდან გამომდინარე, რა რესურსით საქართველოს გააჩნია, ჩვენ არასდროს სამწუხაროდ უსაბედნიეროდ სხვა არჩევანის ფუფუნება არ გვქონია. ჩვენ გვქონია იმის ფუფუნება, რომ ყოფილიყავით ნეიტრალურები, ჩვენ გვქონია იმის ფუფუნება, რომ რაღაცნაირად მხოლოდ ჩვენი თავის განვითარებაზე დამოუკიდებლად გვეზრუნა, არამედ ჩვენ ყოველთვის გვჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე, რომელიც დაიცავდა ჩვენს უსაფრთხოებას პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლებოდა დემოკრატიული და ეკონომიკური და სოციალური განვითარება უსაფრთხოდ და დაცულად. ასეთი მოკავშირე იყო დასავლეთი. ახლა განადასავლეთი ყველაფრით საუკეთესოა და განა იქ ყველაფერი იდეალურია, მაგრამ ეს იყო ის, აი როგორც დემოკრატიაზე ვამბობთ, რომ ასე აქვს თავის სისუსტეები, მაგრამ მართლობის ყველაზე კარგი ფორმაა, ხო? იდეალური არაფერი არ არის და არც მეგობარი არ არის იდეალური და არც ოჯახის წევრი არ არის იდეალური, მაგრამ
მოცემულ ვითარებაში საუკეთესო არჩევანი საქართველოს საგარეო პოლიტიკის იყო ძლიერი დასავლეთის მოკავშირეობა, იმიტომ რომ ის იყო სწორედ ის, ვინც იცავდა შენს ღირსებას, შენს დემოკრატიულ განვითარებას, შენს წესებს, შენს პირობებს, შენ ადათებს და ამავდროულად გაძლევდა რესურს იმისთვის, რომ ცივილიზაციის ნაწილი ყოფილიყავი. სხვა არჩევანი საქართველოს არასდროს არ ქონია, ეს არის მოცემულობა და ეს არჩევანი აქვს დღესაც უბრალოდ ამ არჩევანს ვერ ახორციელებს და ეს არჩევანი გააკეთა საქართველოს პრაგმატულად, სწორედ ამიტომ წლების წინ და როდესაც ის არა მხოლოდ პირველი დამოუკიდებლობის პირობებში, არამედ მანამდეც. მოცემულ ვითარებაში ჩვენი ალტერნატივა არის არა მხოლოდ მტაცებელი სახელმწიფო, არამედ ახლა როდესაც ჩვენ რუსეთზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ვსაუბრობთ მის მმართველ ელიტებზე, რომლებიც არიან აბსოლუტურად თავზე ხელაღებული გაერთიანება, ადამიანების ერთობა, რომლებიც პირსისხლიანად იცავენ პირველ რიგში თავის აი ამ კორუფციულ სიკეთეებს, თავის ძალაუფლებას და იმ საფუძვლებს, რასაც ეს ძალაუფლება ეფუძნება და მათ შორის მათ ძალაუფლების გამამყარებელი არის აი ეს რეგიონული ლიდერები, როგორიც არის ივანიშვილი, იმიტომ რომ რუსეთს თავისი ბუნებრივი რესურსებისთვის გასაღების ბაზარი სწორედ აი ამ დერეფნებზე გადის. ამიტომ მათთვის აბსოლუტურად არანაირი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს საქართველოს კეთილდღეობა. მათ საქართველოს კეთილდღეობა კი არა, თავის მოქალაქეები არ ადარდებს, თავისი ახალგაზრდები არ ადარდებს, აზერბაიჯანი ხორცად იყენებს თავის მოსახლეობას, თავის ახალგაზრდებს, სწორედ იმისთვის, რომ მან თავისი ძალაუფლება და თავისი აი ეს შექმნილი ძალაუფლების ფორმატი შეინარჩუნოს. მე აქ აბსოლუტურად საღი და პრაგმატული ვარ და შეგნებულად მივდივარ აი იმ რაღაც დიდი ისტორიული ზრახვების მიღმა, რომელიც მას რაღაც ისტორიის გადაწერის თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის რაღაც იდეოლოგიური აღდგენის პროცესი აქვს. აქ არის ძალიან მერკანტილური ინტერესები, ამიტომ ის სახელმწიფო მოქმედებს ძალიან მტაცებლურად და აი ამაში ვლინდება. ის საუბრობს მხოლოდ ძალის ენით, ის საუბრობს კორუფციის ენით, ის საუბრობს ფულის ენით, ის საუბრობს იარაღის ენით, მაგრამ არასდროს ადამიანების ენით და არასდროს ადამიანურად. მისთვის ყველაფერი ადამიანური არის, არა მხოლოდ მეორეხარისხოვანი, არამედ ღირებულებას არ წარმოადგენს. ეს არის ახლა ჩვენი ალტერნატივა. ჩვენ მოკავშირეობას ამ ეტაპზე ვირჩევთ მათთან და ეს მოკავშირეობა ასეთ ძალთა ბალანსი, დარღვეული ბალანსის პირობებში არ არის მსრუფასოვანი მოკავშირეობა, არამედ ეს არის ბატონყმობა. მოკავშირეობა იქნებოდა, როდესაც იმას თავის წესები აქვს, შენ შენი წესები აქვს და მე ამ წესებს ქაღალდზე აფორმებთ და ისე ფუნქციონირებთ ერთმანეთთან, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებს. რუსეთი ასეთ ურთიერთობას საქართველოსთან არ განიხილავს, ის განიხილავს უპირობო ავტორიტეტს თავისას საქართველოზე, რომ საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ ვინც იქნება მის სათავეში, უნდა გაატაროს კრემლისთვის სტრატეგიული ამოცანები კრემლის სასარგებლოდ. თავისი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ვინც არ ვეგუები და ვინცაც არ გვინდა ასეთი მოკავშირე, რა უნდა გავაკეთოთ? ვინც არ ვეგუებით, იმათ ღმართებს გამძლეობა. იმათ მართებს რეალობის მიღება, ისე როგორიც არის და არა რეალობისგან გაქცევა და თავის მოტყუება, ჩემი პერსონალური რეცეპტი ასეთია. და შემდგომ გამძლეობა, შეუპოვრობა, ყველა ადამიანს შეგვიძლია ჩვენს გვერდზე მყოფი ადამიანი რაღაცნაირად დავარწმუნოთ იმაში, რომ რუსული პროპაგანდა ადამიანებს ტვინს ურეცხავს, რომ ის კლიშეები, რომელიც ვრცელდება ომი, მშვიდობის წინააღმდეგ თუ deep state საქართველოს წინააღმდეგ, რომ ეს არის სიცრუე და ამით უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მდგრადობა, ანუ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს მდგრადობა, გააბევროს ის ადამიანები, ვისაც საღიაზრით შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და არა იმედისმიერ ნაკანახები ინფორმაციით და აი ამ ფართო მასებმა შემდგომ უკვე უნდა დაველოდოთ ცოტა უკეთეს გეოპოლიტიკურ მომენტს, რომელიც აუცილებლად დადგება, მუდმივად ეს რეჟიმი ვერ შენარჩუნდება, უბრალოდ თავარია მანამდე ჩვენ გადავრჩეთ. ნამდვილად. დიდი მადლობა ნინო. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.